Საპროტესტო საზოგადოება შაბათის მასშტაბური აქციისა და მსვლელობისათვის ემზადება. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, რომ აუცილებლად მოიცალონ გავიდნენ თავდაპირველად ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამის შემდეგ კი საპროტესტო შეძახილებით გადაინაცვლონ აქციის მონაწილეებთან ერთად დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ამ აქციაზე იდგება ყველა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული და დასავლური მომავალი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესში საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ მათ შორის ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც ყველაზე სასტიკი მეთოდებით გაილაშქრა ბიძინა ივანიშვილის გუნდმა. ადამიანები, რომლებზეც გადაიარა ქიმიური ნივთიერების გამოყენება და რომლებიც ახლა ებრძვიან სხვათა შორის ძალიან ბევრ პრობლემას ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისით, ამბობენ, რომ შესაძლებელია ყოველდღიურად ვეღარ გამოდიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუარესებული, თუმცა საკუთარ თავსა და ადგილს ყოველთვის პოულობენ შაბათის მარშების დროს. ზოგიერთი მათგანისთვის არ შეიძლება ხმაური, არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვა, თუმცა მიუხედავად ამისა, რამდენადაც მათ ჯანმრთელობა აძლევს, ამის საშუალებას ყოველთვის გამოდიან და დგანან იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავენ. ისინი სრულად იზიარებენ ამ მსვლელობისა და აქციის პათოს სულისკვეთებას და ასევე მოუწოდებენ ყველას, რომ გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ქართული ოცნების წინააღმდეგ დემოკრატიული, მშვიდობიანი და არა ძალადობრივი ბრძოლა. ყოველდღიურ პროტესტში შეიძლება ზოგიერთი ადამიანი ვერ მოდიოდეს და ამიტომ შაბათი არის ის დღე, როდესაც ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენ მასიურ პროტესტს. ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ უზურპატორს და უნდა გამოვიდეთ უზურპატორის წინააღმდეგ ყოველ დღე. ამას გვეუბნება და გვაჩვენებს ასევე დღეს განვითარებული საერთაშორისო მოვლენები, რომ დღეს არ შეიძლება ადამიანები თანამედროვე სამყაროში იყვნენ დამონებულები ვიღაცა ერთი კაცის მიერ, ერთი ოჯახის თუ ერთი კორუმპირებული კლანის მიერ. შესაბამისად მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეობას, რომ გამოვიდეთ მომწამლელი რეჟიმის წინააღმდეგ, მოღალატე რეჟიმის წინააღმდეგ, არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ ყოველ შაბათს. ბავშვთან სკოლაში ვერ ჩავდივარ, რომ ელემენტარულად აი კრებაზე რომ კრება ტარდება, მივიდე. ერთადერთი რაზეც დავდივარ, ეს არის აქციები. აი რაღაცა აქციაზე რომ მივდივარ და ძალიან მწუხვა რომ ყოველ დღე ვერ დავდივარ, იმიტომ რომ ფიზიკურად არ შემიძლია. შაბათის აქციაზე დავდივარ ყოველთვის და ყველა დიდ აქციაზე და აი იმ ხმაურს კი არ ვიტან. რაღაცნაირად სიამოვნებს და რაღაცა ძალა მეძლევა, იმედი მეძლევა, რომ აი ის რაც ჩვენ გავიარეთ, ისი არ ჩაივლის და უნდა გადარჩეს ეს ქვეყანა და უნდა გავიყვანოთ, აუცილებლად უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, იმიტომ რომ არ შეიძლება. დღეს საღამოს დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილს საპროტესტო შეძახილები მოიცავს. შეკრების დრო არის 19 საათი, ადგილი კი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია. სწორედ ამ დროს ელოდებიან ყველას აქციის ორგანიზატორები ამ ადგილზე იმისთვის, რათა შემდგომ უკვე ერთობლივად გადაინაცვლონ დედაქალაქის მთავარ გამზირზე და პარლამენტის მიმდებარედ გააგრძელონ საკუთარი პროტესტი. ისინი ამბობენ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე და ფიქრობენ, რომ ძირითადი იდეის გარშემო კონსოლიდაცია და გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე დარწმუნებულები არიან, რომ ერთადერთი რასაც შეუძლია დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის გუნდი არის ერთიანობა და ბრძოლა გამარჯვებამდე.